სკოლის ციფრო ტივის ლიზისთან, მარიამთან და თამუნასთან ერთად. დღევანდელ სამყაროში მოზარდები იღებენ სხვადასხვა წყაროდან უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციას, მაგრამ იმისათვის, რომ სწორად შეაფასოს სხვადასხვა წყაროს სანდოობა, ეს არა მარტო მათი სოციალური პასუხისმგებლობა, არამედ კრიტიკული აზროვნების საფუძველიცაა. ზოგადად ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელია დღეს 21 საუკუნეში მედია წიგნიერების ცოდნა. მოზარდებმა პასუხისმგებლიანად უნდა იმოქმედონ ციფრულ ქვეყანაში. არასწორი თუ ცრუ ინფორმაცია თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. მედია წიგნიერება ასწავლის მოზარდებს, როგორ ამოიცნონ манипуляცია თუ პროპაგანდა, რაც ხელს უწყობს მათი, როგორც საზოგადოების აქტიური და კრიტიკული მოქალაქეების ფორმირებას. მოაზროვნე და კრიტიკული მოქალაქეების ფორმირება კი დემოკრატიის დაცვასა და თანასწორობას ემსახურება. ჩვენი სკოლის ციფრული მოქალაქის კლუბმა მოამზადა სიუჟეტი მედია წიგნიერებასთან დაკავშირებით. თუ რა მესიჯებს გვიგზავნის ეს სიუჟეტი, მოდით თავად კლუბის წევრებისგან გავიგოთ. ხშირად ყალბი ინფორმაციის დროს ფოტოები ან ვიდეოები გაუთვალისწინებლად შეიძლება იყოს გამოყენებული, რათა მხარი დაუჭიროს ტყუილ ინფორმაციას. გამოიყენეთ საძიებო სისტემები, მაგალითად Google Images, რათა გამოიკვლიოთ, არის თუ არა ეს ფოტოები რეალური. ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა, მაგრამ ყველა მათგანი სანდო არ არის. როგორ ამოვიცავთ fake news-ი, ჭეშმარიტ თუ სიყალბე, ნათელი ფერებით გაფორმებული, მიუზიდველი დასაწყისი, რომელიც ინტერაქტიულობის სურვილს გამოწვევია. Fake news-ებს ხშირად აქვთ სენსაციური და გადაჭარბებული სათაურები, რომლებსაც ყურადღების მიქცევა სურთ. ყურადღებით იყავით და არ დაიჯერო ყველაფერი სათაურის მიზეზით. ნეიტრალური სათაურები უფრო მეტად სანდოა. Fake news-ები ხშირად დაუდგენელი და საეჭვო წყაროებიდან მოდის. დარწმუნდი, რომ ინფორმაცია გადამოწმებულია სანდო და ოფიციალური წყაროებით. გამოსახეთ წყაროს ლოგოები და დასვით წითელი რგოლი ან ნიშანი fake news-ის საეჭვო წყაროებზე. გადაამოწმე ფაქტები სხვა სანდო წყაროებიდან. თუ ინფორმაცია სხვაგან არ იძებნება, ეს შესაძლოა ფეიკი იყოს. შეამოწმე ვინ არის მოცემული სტატიის ავტორი. ცნობადი და გამოცდილი ავტორები სანდოების განცდას ქმნიან. თუ ავტორი უცნობია, ან საერთოდ არ არის მითითებული, ეს ეჭვის საფუძველია. Fake news-ები ხშირად манипуляციურ სურათებს და ვიდეოებს იყენებენ. შეგვიძლია Google Images-ით ან სხვა fact-checking პლატფორმით გადავამოწმოთ ვიზუალური მასალა. იყავი MediaSmart და ყოველთვის გადაამოწმე ინფორმაცია, სანამ დაიჯერებ და გაავრცელებ მას. ერთად დავიცვათ ჩვენი ციფრული განიმოსი ყალბისგან. ზოგიერთი fake news-ი მოძებულ ინფორმაციას იყენებს როგორც ახლანდელს. ამიტომ დარწმუნდი, რომ ინფორმაცია აქტუალურია და სწორ თარიღს მოიცავს. მედია წიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ვიყოთ მედია წიგნიერნი. მართლაც, ერკვეოდე მედია წიგნიერებაში საფუძველია გქონდეს ინფორმაციის ანალიზის უნარი. იცი თუ არა რას ნიშნავს მედია წიგნიერება? მედია წიგნიერება როგორც მახსოვს ნიშნავს ინფორმაციის მოზიებას კომპიუტერში ან რაიმე საიტზე. მედიას უნდა ეცნობოდე, უნდა კითხულობდე, უნდა ისმენდე, უნდა უყურებდე სატელევიზიო გადაცემებს. და საერთოდ უნდა კითხულობდე მსოფლიო ლიტერატურასაც. Ну, ალბათ ტელევიზიიდან რასაც ვიგებთ, რასაც გვაცნობენ და ვიგებთ და ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ რაღაცა ინტერნეტიდან მოძიებული ინფორმაციას ან ტელევიზიით ნანახს. მედია წიგნიერება ნიშნავს გაგებულ ახალ ამბავს, რომელსაც ვიღებთ ტელევიზორიდან ან შეიძლება ნებისმიერი ადამიანისგან. ეს თანამედროვე ტექნიკის ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინებაა. სანამ მედია წიგნიერება იქნებოდა, უბრალოდ წიგნიერება იყო. არც ის არ არის ცუდი, მაგრამ ნახან მედია წიგნიერება აადვილებს ბავშვებთან კონტაქტს. მე ძალიან მომწონს მედია წიგნიერება. მედია წიგნიერება არის ინტერნეტიდან და ტელევიზიიდან მიღებული ინფორმაცია. იცი თუ არა რას ნიშნავს მედია წიგნიერება? გამიგებე წიგნიერებაზე პრეზენტაციების გავაკეთე ერთხელ და მედია წიგნიერება არის როგორც მახსოვს არასწორი ინფორმაციის გავრცელება რა ინტერნეტის საშუალებით. ციფრული წიგნიერება მოიცავს ინტერნეტის, სოციალური მედიის და ტექნოლოგიების გამოყენებას ინფორმაციის შესაქმნად, გასავრცელებლად და გასაზიარებლად. ბავშვები სწავლობენ, როგორ დაიცვან საკუთარი თავი და პირადი მონაცემები ონლაინ სივრცეში, როგორ გამოიყენონ სხვადასხვა ციფრული ხელსაწყოები ეფექტურად და უსაფრთხოდ. მედია წიგნიერება არა მხოლოდ სხვების დახმარებას ნიშნავს, არამედ შენი საკუთარი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებასაც. მედია წიგნიერების დახმარებით სწავლობ, როგორ უნდა მოიძიო და შეადარო ფაქტები. არსებობს მრავალი ონლაინ ხელსაწყო, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის სიზუსტის დადგენას. როდესაც წაიკითხავ ან მოისმენ რაღაცას, მედია წიგნიერება გაწვდის უნარს, რათა დაასვა კრიტიკული კითხვები. ვინ წერს ამას, რა მიზანი აქვს, რა ინფორმაცია შეიძლება იყოს გამოტოვებული?
საინფორმაციო წიგნიერება მოიცავს ინფორმაციის მოძიების, შეფასების და გამოყენების უნარების განვითარებას. აქედან გამომდინარე, ბავშვები სწავლობენ, როგორ ამოიცნონ სანდო წყაროები, გაერკვნენ ახალ ამბებში და ერკვევდნენ სხვადასხვა ტიპის მედიის შინაარსში. მედია წიგნიერება ასწავლის თუ როგორ უნდა გაარჩიო მკითხველის ქცევა და რეაქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია უკეთ გაარკვიო, რა არის რეალური და რა ყალბი. როდესაც იყენ მედია წიგნიერების ცოდნას, უკეთ შეძლებ მონაცემებისა და ფაქტების გააზრებას. ამის შედეგად შეგიძლიათ დაინახოთ ნამდვილი სურათი და არ გახვიდეთ манипуляციების ქვეშ. მედია წიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანები შეძლებენ შეაფასონ და გაანალიზონ მასალა, რომელსაც შეხვდებიან. ჩვეულებრივ ყურადღება ექცევა მედიის კრიტიკულ შეფასებას და რეალობასთან მორგებულ ახალი ამბების გარჩევას. ეს ფორმა მიზნად ისახავს ბავშვებს ასწავლოს, როგორ გამოავლინონ სანდო ახალი ამბები და განასხვაონ დეზინფორმაციისგან ან მიკერძოებული წყაროებისგან. მედია წიგნიერი ეხმარება ნორმების და პრინციპების დაცვაში, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის სიღრმისეულ ანალიზს და განსხვავებულ შეხედულებებს. სანდო წყაროები დაგვეხმარება, მაგრამ ინფორმაციის გადამოწმების რამოდენიმე მარტივი მეთოდი არსებობს, რომელიც დაგვარწმუნებს ინფორმაციის სანდოობაში. სანდო წყაროებს ახასიათებთ მკაფიო და სრული ინფორმაცია, ავტორების გამჭვირვალობა, ფაქტებზე დაფუძნებული შინაარსი და ნამდვილად გადამოწმებადი ფაქტები. მედია წიგნიერების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ ამოვიცნოთ სანდო და არასწორი ინფორმაცია. შევაფასოთ მათი წყაროები. ეს უნარები დაგვეხმარება ნაკლებად დავექვემდებაროთ დეზინფორმაციასა და манипуляციას. ქვეყანაში სულ უფრო აქტუალური ხდება მედია წიგნიერების საკითხი, რადგან სწორედ მედია წიგნიერი და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოება ვერ გახდება დეზინფორმაცია. არასანდო წყაროები ხშირად იყენებენ სენსაციურ, ემოციურად დატვირთულ სათაურებს. ხშირად არ არის მითითებული ავტორიან წყარო და მათი ფაქტები გაურკვეველია. მაგალითად, საეჭვო ვებსაიტები, სენსაციური ვლოგები. Fake news-ი, ყალბი ახალი ამბები, არის ინფორმაციები, რომლებიც გავრცელებულია განზრახ, სრულ ფაქტების საფუძველზე, რათა შექმნას სიცრუე, მოუტყუო მსმენელი და დამახინჯონ მოვლენა. შეამოწმე, ვინ არის ინფორმაციის წყარო, სანდოა თუ არა მედია, მიაქციეთ ყურადღება. კულტურული და ეთიკური წიგნიერება ეს ფორმა ეხმარებათ ბავშვებს სხვადასხვა კულტურების, ტრადიციებისა, ფასეულობებისა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული მედიაში ნაჩვენები ინფორმაციის აღქმაში. ეს ასწავლის მათ, რომ იყვნენ უფრო ემპათიურები, შემწყერებლები და პასუხისმგებლები საზოგადოების წინაშე. შეამოწმე, როდის არის გამოქვეყნებული ინფორმაცია, ხშირად ძველი ამბები შეიძლება დამახსოვრებული იყოს ახალ კონტექსტში, რაც მოტყუებას ან არააქტუალური ინფორმაციის გავრცელებას იწვევს. იყო მედია წიგნიერი 21 საუკუნეში, მოიცავს უნარს, გამოიყვანოს სხვადასხვა ინსტრუმენტი ერთად და ცალ-ცალკე. ამჟამად ჩვენთვის ხელმისაწვდომია ფოტო, ვიდეო, აუდიო, ტექსტური და სხვა. ჩვენ გვაქვს სოციალური მედია და ინტერაქციული მედია. მათ შორის გაზეთები, ფილმები, ტელევიზორი, ბლოგები და ვლოგები. დღეს მოსწავლეებს მოეთხოვებათ, რომ გათვითცნობიერებულნი იყვნენ ყველა ამ სფეროში. თანამედროვე მედია წიგნიერი მუშაობს უსო ტექნოლოგიასთან, რაც ხელს უწყობს ტექნოლოგიური უნარების განვითარებას. ეს კი დღევანდელ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ უნდა ვიყოთ მედია წიგნიერი? ის ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულობასა და კრიტიკულ აზროვნებას. მედია წიგნიერი ეხმარება ადამიანებს შეარჩიონ სწორი და სანდო ინფორმაცია უამრავ წყაროდან. მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ მედიას, ასევე იძენენ ტექნიკურ და შემოქმედებით უნარებს, რაც აუცილებელია თანამედროვე პროფესიულ და პირად ცხოვრებაში. მაგალითად, ვიდეოების, პრეზენტაციების მომზადება, პოსტერების დიზაინი, რეკლამების წარმოდგენა და ასე შემდეგ. შექმნა რეკლამები მოითხოვს კრეატიულობას, ინოვაციასა და მხატვრულ აზროვნებას. გადმოსცემ მესიჯი შემოქმედებითი გზით ხელს უწყობს თვითგამოხატვის უნარების გაძლიერებას. რეკლამები ეხმარება მოსწავლეებს აგრეთვე გააცნობიერონ მარკეტინგული სტრატეგიები და ამოიცნონ კომერციული გავლენა საზოგადოებაზე. ამ ცოდნამ შესაძლოა კარიერული შესაძლებლობები გაუხსნას მათ, რადგან მარკეტინგის და რეკლამირების სფერო მეტად მნიშვნელოვანია. სკოლის ციფრული მოქალაქის კლუბმა მისი ხელმძღვანელის ირინა მარკოზაშვილის ავტორობით განახორციელა პროექტი ვიყოთ მედია წიგნიერი, სადაც როგორც საბაზო, ასევე საშუალო კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. განხორციელდა სხვადასხვა სახის აქტივობებიც. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა რეკლამები და გამოავლიდნენ როგორც პირველი, მეორე, მესამე ადგილის გამარჯვებული, ჟიურიმ ასევე გამოავლინა სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოებულნი. პირველი ადგილი დაიკავა სარეკლამო რგოლმა აისრულე ოცნებები.
მეორე ადგილი დაიკავა სარეკლამო რგოლმა სახელწოდებით დაბლოკეთ ტროლები. მესამე ადგილი კი წილად ხვდა ვიდეო რეკლამას მამების გზა შვილები აგრძელებენ. გამარჯვებული რეკლამების გარდა სხვა შექმნილი ვიდეო რგოლების ნახვა შეგიძლიათ სიუჟეტის ბოლოს ნაჩვენებ ლინკზე გადასვლით. ახლა კი შეგვიძლია ვნახოთ გამარჯვებული რეკლამების ვიდეო რგოლები. შეიძინეთ ეს ულამაზესი ადიდას პრედატორებისთვისა. ის დაგეხმარება ძალიან ბევრი გოლის გატანაში. ის ძალიან კომფორტული და მოხერხებულია. ეს არის ხარისხიანი და გამომდგარი ბუცები. თუ შეიძინეთ, არ დარჩებით უკმაყოფილება. შეიძინეთ პრედატორის ბუცები. სარეკლამო წიგნიერების ამ ფორმით ბავშვები სწავლობენ სარეკლამო სტრატეგიების და მარკეტინგის ტაქტიკების გარჩევას. ისინი ხედავენ, როგორ მოქმედებს რეკლამა მათ აღქმასა და განვითარებებზე, რითაც ხდებიან უფრო შეგნებულები რეკლამის მიმართ. სიუჟეტიდან მართლაც ნაცვლად ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედია წიგნიერების ცოდნა. განსაკუთრებით მოზარდებისთვის, რადგან სწორედ ამასაკიდან უნდა გააცნობიეროს მოსწავლემ სწორი ინფორმაციის პრიორიტეტი. არასწორი ან ტროლის მიერ გავრცელებული ტექსტებით არ მოხდეს მისი გაღიზიანება და არ ჩავარდეს სტრესულ სიტუაციაში. მართლაც, დიდი დოზით მომრავლდა ტროლების მიერ გავრცელებული არასასურველი ტექსტები, რაც ძალიან უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. თუმცა, სტრესის გამომწვევი შეიძლება სხვა მიზეზებიც გახდეს და თუ რა, მოდით ჩვენი პატარების მიერ მომზადებულ საინტერესო სიუჟეტს მოვუსმინოთ. დიდი დოზით ონლაინ სივრცეში ყოფნამ შეიძლება მოზარდებისთვის სტრესი გამოიწვიოს. რეგულარული ძილი ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა სტრესის შემცირების ეფექტური გზებია. მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობა ხელს უწყობს სტრესის დაძლევას. სტრესის ზემოქმედებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. აი რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი? როდის ვისწავლე უკვე დაღამდა. მისთან ვილაპარაკოთ სტრესის დროს. მნიშვნელოვანია სკოლაში ფსიქოლოგის ან მასწავლებლის მხარდაჭერა. ლიზა, საშინაო დავალება არ დაგავიწყდა, ხო, ტესტები გვაქვს, იმეცადინე? მერტო, როგორ მოასწრებ ამდენის მეცადინეობას? მე ხომ ერთი გაკვეთილიც არ მიმეცადინია. რას ნიშნავს სტრესი? რა მიზეზები იწვევს სტრესს მოსწავლეებში? მაგალითად, გამოცდები, დავალებები, ურთიერთობები? სტრესის ნიშნებია:
ფიზიკური, თავის ტკივილი, დაღლილობა, უძილობა, ემოციური გაღიზიანება, სევდა, მოტივაციის ნაკლებობა, ქცევითი უყურადღებობა, საკვების ჭარბი ან არასაკმარისი მიღება. მოზარდობის დროს ტვინის მნიშვნელოვანი უბნები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. სტრესი ამ პროცესს ხელს უსლის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების დეფიციტი, მეხსიერების გაუარესება, სწავლის სირთულეები. განსაკუთრებით სტრესის მიზეზი შეიძლება იყოს დროის არასწორად დაგეგმა და ტელეფონის ხანგრძლივი დროის სარგებლობა. მთავარია სწავლის სტრესის მართვა. შეგიძლია უკეთესი გახდე, როცა სტრესს მართავ. მოდით მოვისმინოთ, როგორ შეიძლება მართოთ დღის რეჟიმი სწორად, რადგან არ გახდეს ეს ყველაფერი სტრესის მიზეზი. როგორ დავგეგმოთ დღეს სწორად, განსაზღვრეთ პრიორიტეტები და ჩართეთ მცირე შესვენებები. აიძინეთ დროულად და იკვებეთ ჯანსაღად. ეკრანებთან ნაკლებით დრო გაატარეთ საღამოობით. განეტურთეთ მუსიკის მოსმენით ან ხელოვნების ნიმუშებით. ისუნთქეთ ღრმად, შეასრულეთ მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები, როგორიცაა იოგა ან სეირნობა. დაწერა ყველა დავალება და ვალდებულება. ჩაინიშნა ყველაფერი, რაც იმ დღეს უნდა გააკეთო, დაწყებული საშინაო დავალებიდან სპორტულ აქტივობამდე. თავარი ამოცანები მოაწყო პირველ რიგში, მაგალითად, შენ იმუშავე რთულ დავალებაზე, შემდეგ კი მარტივზე. ჩამოყალიბე დროის კონკრეტული ბლოკები სხვადასხვა ამოცანისათვის და დაალაგე ისინი დროის მიხედვით. პირველ რიგში შეასრულე ყველაზე რთული ან ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები. როცა ასეთ საკითხს მოაგვარებ, სხვა ამოცანების შესრულება უფრო მარტივი მოგეჩვენება. გეგმის ნაწილი დაუთმე განტვირთვას, მუსიკის მოსმენას, გასეირნებას ან საყვარელ ჰობს. ეს გონების განახლებისთვის მნიშვნელოვანია. თითოეული დავალებისთვის განსაზღვრე რეალისტური დრო. არ დაგავიწყდეს მოკლე შესვენებები 25-30 წუთიანი მუშაობის შემდეგ. ჰომოდოროს ტექნიკა. გამოიყენე დროის მართვის აპლიკაციები, როგორიცაა Google კალენდარი. თუ ტექნოლოგიები არ გიყვარს, უბრალოდ ჩაინიშნე ქაღალდზე. ჩაინიშნე პატარა მიზნები და მათი შესრულების შემდეგ თავს თხოვე ჯილდო, მაგალითად, საყვარელი ფილმის ყურება. საშინაო დავალებების შესრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გადახედეთ მათ შესაბამის გამოსასწორებლად. დღის ბოლოს გადახედე რა შეძელი და რა არა. ეს დაგეხმარება მომავალში უკეთესად დაგეგმო დრო. საღამოს მოამზადე ხვალინდელი ჩანთა, ტანსაცმელი და საჭირო ნივთები. ეს დაზოგავს დილის დროს. სტრესის მართვა მნიშვნელოვანია სწავლისა და ყოველდღიური ცხოვრებისთვის. სტრესი ნორმალურია, მთავარია ვიცოდეთ მისი მართვა. როცა ნასწავლი გაქვს სტრესის მართვადია. სტრესი მართვადია. გამოიყენე ეს ძალა. შეგიძლია უკეთესი გახდე, როცა საკუთარ დროს სწორად მართავ. მოდით ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც მარიამმა მოგვიზადა, ვინ ატარებდა პირსინგს და რატომ. ჩვენ კი გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. წინასწარ გილოცავთ დამდეგ 2025 წელს. გამარჯვებების, წარმატების, ხვავის და ბარაქის წელი დაგბედებოდეთ. ვინ ატარებდა პირსინგს და რატომ? პირსინგი მრავალ კულტურაში ტრადიციულად გამოიყენებოდა, როგორც სოციალური სტატუსის, სულიერების ან რიტუალური უმნიშვნელობის გამოხატულება. დღესაც კი პირსინგი გლობალურად გავრცელებულია, როგორც მოდის ტენდენცია და თვით გამოხატვის ფორმა, თუმცა მისი ფესვები ღრმად ჩაზრდილია ტომობრივ ტრადიციებში. მაიას, იცტეკებისა და ინკების ცივილიზაციები პირსინგს ატარებდნენ ენის, ცხვირის, ტუჩების, ყურების არეში. ეს ცივილიზაციები ხშირად პირსინგს რელიგიურ და სულიერ პრაქტიკებში იყენებდნენ. ენის პირსინგი მაგალითად კავშირად ითვლებოდა ღმერთებთან კომუნიკაციისთვის და შესაძლებლად. ამავდროულად ყურებსა და ცხვირებში პირსინგები წარმოადგენდნენ სოციალურ სტატუსს და ხშირად მზადდებოდა ოქროსა და სხვა ძვირფასი მასალებისგან. აფრიკის ტომებში, მურსის ტომი, ეთიოპია, ცნობილია ტუჩის დიდი თეფშის პირსინგებით. მურსის ქალები ტუჩებზე თეფშს იყენებდნენ, როგორც სილამაზის და სოციალური სტატუსის ნიშანს. თეფშის ზომა მიანიშნებდა ქალის რანგზე და მათ ოჯახზე. მასაის ტომი ცნობილია ყურის პირსინგით. მასაისთვის ყურის პირსინგი და გაფართოება იყო ასაკობრივი ინიციაციის ნაწილი. ინდურ კულტურაში პირსინგის ადგილი იყო ცხვირი, ყურები. ინდოეთში პირსინგი, განსაკუთრებით ცხვირის პირსინგი, ხშირად ასოცირდებოდა ქორწინებასთან. ბედუინებისა და სხვა არაბული ტომებისთვის პირსინგის ადგილია ცხვირი. ცხვირის პირსინგი ტრადიციულად ქალებში გამოიყენებოდა, როგორც სოციალური სტატუსის ნიშანი.
უფრო დიდი ან ძვირფასი ცხვირის სამკაული მიანიშნებდა ოჯახის სიმდიდრეზე. ტიბეტური ტომებისთვის დამახასიათებელი იყო გრძელი ყურების პირსინგი. ტომებს შორის გრძელი ყურები აღიქმებოდა როგორც სილამაზის და სიბრძნის ნიშანი. ინდიელ ტომებს შორის პირსინგი ხშირად ასოცირდებოდა ბრძოლასთან. ჯანმრთელობისთვის პირსინგის უსაფრთხო ჩატარება მოითხოვს შედეგს, სტერილური იარაღების გამოყენება, კვალიფიციური პირის შესრულება, სათანადო მოვლა და ჰიგიენა პირსინგის შემდეგ. პირსინგიანი ადამიანები შეიძლება სხვადასხვა ასოციაციებს იწვევდნენ, რაც დამოკიდებულია კულტურულ, სოციალურ და ესთეტიკურ კონტექსტზე. ზოგიერთისთვის პირსინგი შესაძლოა გარკვეულ ტიპაჟსა და სტერეოტიპებს უკავშირდებოდეს, თუმცა რეალურად პირსინგი ძალიან მრავალფეროვან გამოხატულებებს იძლევა.